ბატონო კახი, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება საცხოვრებლების დანგრევასთან დაკავშირებით? მე ერთი დაზუსტება მინდა შევიტანო, ეხლა უსმენდით თქვენს სიუჟეტს და მოსახლეობა რომ არ შეიყვანოთ შეცდომაში, ჩემი თხოვნა იქნება რომ ამას ხაზი გაუსვათ, ეს არ იყო საცხოვრებელი სახლები, ეს იყო მშენებარე შენობა ნაგებობები, ზოგი იყო საძირკველში, ზოგი იყო გადაწყვეტინოთ, მოქალაქეების სინქრონები გაუშვით ჩვენ ეთერში და მთელი დღის განმავლობაში ვატრიალებდით ამ კომენტარებს, რომლებშიც ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო მათი ერთადერთი საცხოვრებელი ფართები და ისინი ცხოვრობდნენ ამ ნაგებობებში. არა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და ჩემი თხოვნა იქნება საზოგადოებას ნუ შეიყვანს შეცდომაში, როგორც ამას კონკრეტული პოლიტიკური ტელევიზიები აკეთებენ. ეს კონკრეტული შენობა ნაგებობები იყო მშენებარე. მე შემიძლია ფოტომასალებიც გაჩვენოთ თქვენ თუ რა მდგომარეობაში იყო ესენი და ჩემი თხოვნა იქნება რომ მოსახლეობა არ შეიყვანოთ შეცდომაში. აი ეს არის ის ობიექტები, რომლის დემონტაჟი განხორციელდა. იქ სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, იქ სადაც უკანონოდ დატაცებულ მიწებზე არაკანონიერად აშენებულ შენობა ნაგებობებში ცხოვრობს ადამიანები, იმ შენობა ნაგებობებს არავინ არ მინდა გავაკეთო განმარტება, რომ ჩვენ არავინ არ შეყავს შეცდომაში. ჩვენ უბრალოდ მოვასმენინეთ ჩვენ მაყურებელს კომენტარები, რომლებსაც აკეთებენ ეს მოქალაქეები. ანუ ისინი ტყუიან, როდესაც ამბობენ, რომ ამ შენობებში ისინი ცხოვრობდნენ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით იმ კონკრეტული შენობა ნაგებობების დემონტაჟი, რომელიც განხორციელდა, იქ არ ცხოვრობდა არც ერთი ადამიანი. ის შენობა ნაგებობები, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, არავინ არ შეხებია. მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ აქვთ დატაცებული მიწები და უკანონოდ აქვთ აშენებული ის სახლები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 16 კონკრეტული შენობა ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებოდა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს მომხდარიყო და დაწყებულიყო დემონტაჟი? ვისი გადაწყვეტილება იყო? ამასთან დაკავშირებით ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში მიწების დატაცება, მასზე უკანონოდ შენობა ნაგებობების განთავსება. რავი, რამდენიმე მთავრობის თომაზე ვისაუბრე ამაზე, იმიტომ ეს არის უკანონობა და ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დაუშვებთ ამ უკანონო ქმედებებს, ეს გადამდებია. სამწუხაროდ ძალიან მომრავლდა ქალაქში ასეთი ლოკაციები, ასეთი ადგილები, სადაც ხდება მიზანმიმართულად მიწების დატაცება. თბილისის მერის გადაწყვეტილება იყო, რომ დღეს დაწყებულიყო. თქვენი გადაწყვეტილება იყო, კახი კალაძის? რა თქმა უნდა, იცით რა მაინტერესებს, ვინაიდან ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო? თუ ეს როგორც თქვენ ბრძანეთ, იყო სახელმწიფო მიწები. რატომ ეჩქარებოდა სახელმწიფოს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს პანდემია, როდესაც მარტო დღეს 44 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 3000-ზე მეტი არის ინფიცირებული, როდესაც არის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, ხელფასებს ვერ იღებენ ადამიანები. აი ამ დროს ჩვენ დღეს ვადევნებდით და ვუყურებდით, რომ ონკოპაციენტი, ფეხმძიმე ქალი ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა სასწრაფო დახმარების მანქანით. არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა ეს სურათი Facebook-ის ქსელში მას ყველა აზიარებს, აი სოციალურ დაუცველი მამაშვილი შევეცდები დაგანახოთ ეკრანიდან. ამ ადამიანებს რას პასუხობთ? სად ეჩქარებოდა ქალაქის მერს, როდესაც ეს ოპერაცია დღეს დაიწყო? ეს ნიშნავს იმას, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობა გვაქვს, მძიმეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყველაფერი უკანონობა უნდა იყოს დაშვებული. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ძალიან მწუხვარ და ცუდია, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები წავახალისოთ, რომ ჩაიდინონ უკანონობა. რას ვეუბნებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც, არ ვიცი, 300, 400, 500 ლარის მითვისებაზე კანონის სრული სიმკაცრით უდგებით და ზოგი სასჯელს იხსნის, ზოგი პასაპატიმროშია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კატეგორიულად მიუღებელია ეს მიდგომა და დამოკიდებულება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შენობების დემონტაჟი, რომელიც განხორციელდა, იქ არ ცხოვრობდნენ ადამიანები. აბა როგორ უნდა გაგვეკეთებინა, ხა მიგვეშვა ეს კონკრეტული მშენებლობები, დაამთავრებდნენ მშენებლობას, შესახლებოდნენ და მე მივსულიყავით და დაგვენგრია და გამოგვეყარა ამ სიცილეში იქნებოდა სწორი მიდგომა და დამოკიდებულება. რუსთავი 2 არ ამბობს, რომ უკანონობაზე თვალი უნდა დახუჭოს ვინმემ. ჩვენ ვსვავთ ძალიან მარტივ შეკითხვას. რატომ ეჩქარებოდა თბილისის მერს დღეს? მე არ ვამბობ, რომ რუსთავი 2 ამბობს ამას, მე უბრალოდ შეკითხვას გავეცი პასუხი. დიახ, რატომ მაინც და მაინც დღეს
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ნებისმიერი ტიპის მსგავსი ღონისძიება, მაგალითად დემონტაჟი, ზრდის ინფიცირების რისკს, ეს რომ მომხდარიყო ოდნავ მოგვიანებით რა დაშავდებოდა და ასევე, კახი თქვენ ბრძანეთ რომ ამ ადამიანებს წინასწარ ეცნობათ და თქვენს პრესკონფერენციაზე ჩვენ ვიხილეთ თქვენი ერთ-ერთი უწყების მიერ დატოვებული სპეციალური ქაღალდებით ცნობა იმის შესახებ რომ დემონტაჟს ექვემდებარება. აქვე ჩვენ ვნახეთ რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ბატონი სოზარ სუბარი პირდებოდა ამ ადამიანებს პრობლემის გადაჭრას. ბატონი სოზარი, რასაც პირდებოდა, ეს არის ჩემი საარჩევნო პროგრამის ნაწილი, ჯერ კიდევ ჩემი არჩევნების დროს 2017 წელს ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რასაც მე ვპირდებოდი ადგილობრივ მოსახლეობას, თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გააჩნია და ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. დღეს უკვე 1000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს არის ის ადამიანები, ის ოჯახები, ვინც წლების განმავლობაში, ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობენ კონკრეტულ საცხოვრებლებში და ისინი გარკვეული მიზეზების გამო, ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, მაგრამ ეს არის განსხვავებული შემთხვევები, როდესაც 2012 წლის შემდეგ გარკვეული ადამიანების ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ლოკაციებზე მიზანმიმართულად ახორციელებენ სხვადასხვა მიზნების სახით და მე არ გამოვრიცხავ რომ მათ უკან დგას სერიოზული დაჯგუფება, რომლებიც ახორციელებს მიწების ვინ ბატონო კახი, ვინ შეიძლება იდგეს ამ ყოველფრის უკან, ვის გულისხმობ? მე დამიჭირდება ეს ალბათ გამოძიებამ უნდა დაადგინოს დეტალები ამ მიმართულებით, ცხადია რომ ეს თავისით ასე ვერ მოხდება და ამ რაოდენობის მიწების დატაცება უცებ ერთ დღეში ვერ განხორციელდება. ასევე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ სანამ ამ შენებარე ობიექტების დემონტაჟი განხორციელდებოდა, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებდნენ პატრულირებას ადგილზე. სოზარ სუბარის ციტატას გაგახსენებთ მე კიდევ ერთხელ. პირდები ამ ადამიანებს რომ ყოველდღიურად დაასრულეთ და მე ეს ციტატა უნდა შეგახსენოთ. შეკითხვა გიპასუხებთ, არანაირი პრობლემა არ არის. ყოველდღიურად მუნიციპალური ინსპექცია მიდიოდა ადგილზე მოსახლეობას ეუბნებოდა რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი. როდესაც არ ხდებოდა ეს ყველაფერი, შემდეგ უკვე ოფიციალურად გავაკარით ამ მშენებარე ობიექტებზე, დღესაც ვაჩვენე სურათები საზოგადოებას, სადაც ეწერა რომ ეს იყო უკანონო მშენებლობა, ეს იყო დაუკანონოდ მიტაცებული სახელმწიფო მიწები და აუცილებლად უნდა მომხდარიყო მათი დემონტაჟი, თუმცა მათ ეს არ განახორციელეს. ვპირდები ამ ადამიანებს რომ ყოველდღიურად ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ თითოეული ეს პრობლემა არ გადაწყდება. ეს არის არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გაკეთებული განცხადება, რომელიც სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის ჯერ კიდევ კანდიდატმა სოზარ სუბარმა გააკეთა, როცა ადგილზე იყო მისული და ხვდებოდა ამ მოქალაქეებს. დღეს უკვე მან დააზუსტა და თქვა, რომ აქ საუბარი იყო იმ მშენებლობებზე, რომელიც თქვა ბოლო 3 თვის არ იყო საუბარი უბრალოდ იმ მშენებლობებზე, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში რატომ არ მოხდა ამ მოქალაქეების გაფრთხილება, თქვა მერის წარმომადგენლების მისვლა ადგილზე და რატომ არ შეაჩერეთ თქვენ თქვით რომ გამოაკარეთ ის განცხადებები, მაგრამ რატომ არ შეაჩერეთ მანამ სანამ აი ეს მშენებლობები იყო პროცესში? უკანონო მშენებლობები, რომელიც სულ რამდენიმე დღეში ხდება მისი აგება. შესაბამისად, ჩვენ თუ არჩევნებამდე შეჩერება შეუძლებელი იყო ამ მშენებლობების? ეს რამოდენიმე დღეში გაკეთებული შენობა ნაგებობებია, რომელიც ჯერ დასრულებულიც არ არის. სულ რამოდენიმე დღეში ხდება ასეთი შენობა ნაგებობების განთავსება. თქვენ წარმოიდგინეთ, ღამითაც ხდება ხოლმე მუშაობები და ეს რომ მიგვეშვა ჩვენ, წარმოიდგინეთ, ახლა ადამიანები რო შესახლებიან, დასახლებიან, ეს ხომ სერიოზული პრობლემა იქნებოდა. მე როგორ წარმოგიდგენიათ იმ ადამიანების მართლა გამოყვანა და ისე დატოვება, ეს ხო ძალიან მძიმე იქნებოდა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სანამ მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციები, IMC ღია, საზოგადოებრივი ფონდი, საქართველოს SAIA, სახალხო დამცველი, ომბუდსმენი მოგიწოდებდათ შეგეჩერებინათ ნგრევის პროცესი ზამთარში, პანდემიის ფონზე. ის პრობლემა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომ შესახლებულიყვნენ და დაეწყო ცხოვრება, მე უფრო რთული იქნებოდა, გასაგებია, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა, როდესაც მათ არ აქვთ არსად საცხოვრებელი ადგილი და ის იყო ერთადერთი, რასაც შეაფარეს
თავი. აქვე მოკლედ შეგახსენებთ თუ რა განაცხადა დღეს სახალხო დამცველმა მის განცხადებაში აღნიშნულია რომ პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდა. ზამთრის პერიოდში დემონტაჟი წარმოშობს არა ადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს, ამას ემატება პანდემიის რისკები. ირაკლი, მე მგონი მე რასაც პასუხობთ, ხო ისმენთ იმას, ხო ისმის კარგად სტუდიაში, რაზეც საუბრობ. ძალიან კაფეოდ ისმის, მაგრამ ჩვენ ასაც გეკითხებით, გასაგებია პრობლემის. ამ შენობა ნაგებობებში, აი ეს განცხადება ხა, რასაც თქვენ მეუბნებით, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, თუნდაც სახალხო დამცველი აკეთებდა, რომ კიდე გეუბნებით, რომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ შენობა ნაგებობებში არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. მიმდებარე ტერიტორიებზე არის დატაცებული მიწები, უკანონოდ აშენებული შენობა ნაგებობები, სადაც კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები ცხოვრობენ და ამ სახლებს, ამ ადამიანებს არავინ არ შეხებია. ამას გვამბობ სრული პასუხისმგებლობით. გასაგებია, მაშინ თუ შეიძლება დაგვეხმარეთ გავიგოთ, თუ არავინ არ ცხოვრობდა, როგორც თქვენ განაცხადეთ სრული პასუხისმგებლობით, დღეს პრესკონფერენციაზე თბილისის მერი კახი კალაძე ვის თავაზობდა თავშესაფარს? თავშესაფარს რაც შეეხება ჩვენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ვისაც ზოგადად აწუხებს ეს პრობლემა არ აქვს სახლი, მათთვის გვაქვს კონკრეტული პროგრამა, დაახლოებით ყოველწლიურად იხარჯება 7 მილიონი ლარი, შეიძლება ცოტა მეტი, შეიძლება ცოტა ნაკლები და ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ უნდა მიმართონ ადგილობრივ გამგეობას და გამგეობა უზრუნველყოფს მათი იჯარით გაყვანის შესაძლებლობას. ამ შესაძლებლობას ვაძლევთ. ასევე გვაქვს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია და მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, როდესაც ხდება მომართვა იჯარასთან დაკავშირებით, რომ აქვს სახლის პრობლემა ადამიანებს, მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა არის ჩვენი მხრიდან, რომ მოხდეს ამ ოჯახების იჯარით გაყვანა. ჩვენი საუბრის ბოლოს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ, რომ აი ესეთი რთული სამი კრიზისის დროს იწყება დემონტაჟის ღონისძიება, პროცესი, ეს იწვევს და ეს ბადებს დასაბუთებულ ეჭვს, რომ რომელიღაცა დეველოპერ შეიძლება ეჩქარებოდეს იმ ადგილას მშენებლობის დაწყება. შენებლობას ვიხილავთ უახლოეს მომავალში იმ ადგილას, სადაც დღეს დაანგრიეს შენობა ნაგებობები. ეს არის სახელმწიფო ტერიტორიები, თუ ვინმე კონკრეტული პიროვნება, შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, შეიძლება იყოს კონკრეტული დეველოპერული კომპანია, სამშენებლო კომპანია, შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ ამ კონკრეტული მიწის ყიდვას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ კონკრეტულ მიწას გაყიდის. თუ ჯერ ასეთი არ არსებობს? ბატონო? თუ ჯერ ასეთი არ არსებობს? მე არ ამოქვს კონკრეტულად ეგეთ წინადადება მუნიციპალიტეტში არ შემოსულა ყოველ შემთხვევაში. თქვენ აი დღევანდელი გამოცდილებით ისევ გასცემდით და აი დღევანდელი გამოცდილება რომ ქონოდათ, ისევ გასცემდით ბრძანებას დემონტაჟის დაწყების შესახებ ზამთარში პანდემიის ფონზე, თუ დაელოდებოდით? ირაკლი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ძალიან პრინციპულია სამართლიანობა. მე ესე იგი ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, სიღარიბეც, რთული პერიოდიც, მაგრამ გავიზარდე ისე, როდესაც ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ და მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში, არასდროს არ უნდა შევხედო და არ უნდა შევხედო სხვა წარმატებულ ადამიანს ცუდი თვალით. არ უნდა შემეხარბოს მისი, არასდროს არ უნდა მოვიპარო, არასდროს უნდა დავიჭაშო და სხვა რაღაცას ვამბობ. შესაბამისად, ეს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ეს ხო ჩემი საკუთარი მიწები არ არის, ეს არის ჩვენი ქვეყნის, თითეული თქვენგანის ქონება არის და როდესაც ხდება მიწების დატაცება, როდესაც ხდება უკანონო შენობა ნაგებობების განთავსება, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. შეკითხვის შინაარსი იყო მარტივი ფორმა და დრო, რამდენად შეესაბამებოდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხარში დაუდგეთ, დავეხმაროთ სოციალურად დაუცველებს, დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა. 350 მილიონი არის გათვალისწინებული მომდენო წლის ბიუჯეტში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი თანადგომა, მეტი მხარდაჭერა კონდეთ ამ ადამიანებს. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს,
დღეს ამ პერიოდში რა თქმა უნდა ეს იყო სწორი დრო, იმიტომ რომ ეს შენობა ნაგებობები არ იყო დასრულებული და ამ შენობა ნაგებობებში არ ცხოვრობდნენ ადამიანები. დღეს აი ამ დემონტაჟის დროს რამდენიმე ადამიანს დაჭირდა სამედიცინო დახმარება, ერთ-ერთი იყო ფეხმძიმე ქალი, რომელიც გადაიყვანეს საავადმყოფოში. თბილისის მერმა იცის თუ სად გადაიყვანეს და როგორ არის? კონკრეტულად გეტყვით ქალბატონთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა მოვიკითხეთ ინფორმაცია, ერთი ქალბატონი გახდა შეუძლოდ, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და ნორმალურია. დიდი მადლობა რომ პასუხობდით ღამის კურიერის შეკითხვებს. მადლობა თქვენ. ეს იყო კახი კალაძე, თბილისის მერი ღამის კურიერის შეკითხვებს პასუხობდა.